წუთებში ბრიფინგი იწყება ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში. განცხადებას კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახი კავალძე გააკეთებს, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ბრიფინგს, რომელიც ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში იგეგმება, ჩვენ დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც. დემოკრატიის მაჩვენებელი ასე აფასებენ მინისტრები 8 თვითმმართველ ქალაქში მოსალოდნელ მეორე ტურს. განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც მარნეულის ორ უბანზე მომხდარ ფაქტებზე ისაუბრა. ქეთი ბოჯგუა ჩაგვართება ახლა მთავრობის ადმინისტრაციიდან პირდაპირ ეთერში. ქეთი უფრო კონკრეტულად რა განცხადებები გააკეთა დღეს მთავრობის სხდომაზე და მისი დასრულების შემდეგ. სულ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და მან ჟურნალისტებთან ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, როგორც ჭიკაიძემ განაცხადა, გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. შინაგან საქმეთა მინისტრს ასევე შეკითხვა დაუსვეს წინასაარჩევნო მორატორიუმთან დაკავშირებით, თუ რა ფარგლებში და როგორ შეიძლება გაგრძელდეს მორატორიუმი მეორე ტურამდე. გამოძიება დაუყარებული დაიწყო გუშინვე. ჯერ წინასწარ გამოძიების შედეგებზე ლაპარაკი ნადრევი არის, დავილოდოთ შედეგებს გამოძიებას და შემდეგ მოგახსენებთ ყველაფერს დეტალურად. არ ვიცი ამ სიტუაციაში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ ჯერ ესე არ მოქმედებ, დავილოდებით მეორე ტურს ალბათ სავარაუდოდ და შემდეგ ვიმოქმედებ. ანუ მორატორიუმი შესაძლოა გაგრძელდეს? შესაძლოა, არ ვიცი ჯერ. მთავრობის სხდომის დაწყებამდე თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. კიდევ ერთხელ უწოდა ამ არჩევნებს ისტორიული და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს სწორი შეფასებისთვის, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას კარგი ორგანიზებისთვის და შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ახსენა ნაციონალური მოძრაობის რეიტინგიც და ის თუ რატომ. ქეთი, ჩვენ რამდენიმე წუთში ისევ დავბრუნდებით, ახლა კვლავ პირდაპირ ეთერში ვთავთ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისს კახი კავალძე აკეთებს განცხადებას. ჩვენი წარმომადგენლები შეადგენენ. საერთო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასარჩევი 1059 მაჟორიტარული მანდატიდან ქართულმა ოცნებამ 811 დეპუტატი გაიყვანა, რაც საერთო რაოდენობის 77.31% შეადგენს. არჩეული მაჟორიტარებიდან მეორე ადგილზე გავიდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები, რომელთა მთლიანი რაოდენობა 128 ადამიანია. ჯამში ოპოზიციური პარტიების არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა შეადგენს 238-ს, საიდანაც მხოლოდ 64-ია მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზიის მქონე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი. მაჟორიტარული და სიით შემადგენლობით ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით ქართულმა ოცნებამ 1400-მდე მანდატი მოიპოვა, რაც რამდენჯერმე აღემატება სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა მანდატების ჯამურ რაოდენობას. დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ არჩევნების მეორე ტურში ლიდერ პოლიტიკურ ძალას 6 ოპოზიციური პარტია დაუპირისპირდება. 15 ივნისის არჩევნები არის რეალური თვითმმართველობისა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემის დასაწყისი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მაღალი შეფასება, რაც ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა დააფიქსირა. არჩევნები დადებითად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური მისიების მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩობის მიერ გავრცელებული საერთო განცხადების თანახმად 15 ივნისს არჩევნები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ თვითმმართველობის გაძლიერებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია. ამ შეფასებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი უზრუნველყოფს მეორე ტურის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას და საერთაშორისო საზოგადოების ისეთივე მაღალი შეფასების დაიმსახურებს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ყველა ამ მომრჩეველს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დააფიქსირა თავისი არჩევანი. აქვე მოუწოდებთ საზოგადოებას
გავაქტიურდეთ მეორე ტურისთვის და არ დაუშვათ, რომ ჩვენი პასიურობით ჩრდილი მიადგენს ჩვენ საერთო გამარჯვებას. მოგიწოდებთ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე და აქტიურად ჩავერთოთ მის მართვაში. მადლობთ. რასთან დაკავშირებით? საქართველოსთან დაკავშირებით იგივე მდგომარეობა და როგორც მინდა ალეკო ერისაშვილის გარდა 24 მანდატი არის მაჟორიტარული ქართული ოცნები. აი ეს თამაში ჯამდა ამას და კიდევ საქართველოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით თუ მიმდინარეობს კონსულტაციები შეიძლება იყოს. თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებს რაც შეეხება თქვენ სწორად ბრძანეთ 25-დან 24 გაიყვანა კოალიცია ქართულმა ოცნებამ. ერთი არის ბატონი ალეკო ერისაშვილი და მე მას ულოცავ გამარჯვებას. რაც შეეხება პროპორციულ გადანაწილებას, ესეც ალბათ კიდე მიმდინარეობს დათვლა CSKO-ში და ალბათ გვეცოდინება ძალიან მალე ზუსტი უკვე მონაცემები. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ამას ალბათ თვითონ გადაწყვეტავენ, იმსჯელებენ, ეს თვითონ საკრებულოს პრეროგატივაა და ალბათ ვინ იქნება თავმჯდომარე, ესეც ახლოს მომავალში ცნობილი გახდება თქვენთვის და საზოგადოებისთვის. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეაჯამა და როგორც მან განაცხადა მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების მიხედვით საქართველოს მასშტაბით კოალიცია ქართულმა ოცნებამ 1400-მდე მანდატი მოიპოვა.